ისტორიაში პირველად საქართველოს ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლა. 1000-ზე მეტი სპორტსმენი ზამთრის სპორტის 8 სახეობაში შეეჯიბრნენ ერთმანეთს. მონაწილეებს შორის იყო 8 ქართველი, საიდანაც ერთმა ინგა გურგენიძემ ფიგურულ სიგურაობაში ოქროს მედალიც მოიპოვა. საქართველოს ევროპაში მერვე ქვეყანა, რომელსაც ჩატარებული აქვს როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი. ლაშა დვალიშვილი მთელი კვირა აშუქებდა ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს, ის ახლა პირდაპირ ეთერში შემოგვერთდება. ლაშა, თუ გესმის ჩვენი ხმა, როგორია შედეგები? სანდრო, მოგესალმებით ისე ბაკურიანიდან, როგორც უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში დასრულდა ბაკურიანში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიური ფესტივალი და ახლობლად 1 საათის წინ იყო დახურვის ცერემონია, რომელიც იმაზე მოკლე ქრონომეტრაჟით იყო, ვიდრე გახსნის ცერემონია და ამას თავისთავად ცხადია, თავისი განსაკუთრებული მიზეზი აქვს და ეს გახლავთ ბათუმში დატრიალებული უაღრესად დიდი ტრაგედია. გარკვეულწილად შეიცვალა სცენარი და მიმდინარეობა დახურვის ცერემონიის, ამოღებული იქნა მუსიკალური ნომრები და გაუქმნა კონცერტი, რომელიც იყო დაგეგმილი, რომელიც უნდა გამართულიყო ბაკურიანში. მთლიანობაში კი მე აუცილებლად მინდა გითხრათ, რომ მთელი აი ამ ერთი კვირის განმავლობაში 45 ქვეყნის 1000-მდე სპორტსმენი და ჯამში 2000-მდე სტუმარი სტუმრობდა საქართველოს, მათ შორის განსაკუთრებული რაოდენობა მოდიოდა სწორედ ბაკურიანზე და ამ ერთი კვირის განმავლობაში ჩვენმა სტუმრებმა ძალიან დიდი სიამოვნება მიიღეს ბაკურიანისგან, ზოგადად ოლიმპიური ფესტივალისგან და აი ამ თავიანთი შთაბეჭდილებების შესახებ ღიად საუბრობენ ჩვენთან გაკეთებულ კომენტარებშიც. ძალიან კმაყოფილები ვართ ღონისძიების ორგანიზებით და მთლიანობაში შეჯიბრით. ხორვატიამ კარგ შედეგებს მიაღწია, 1 ბრინჯაოს medali მოვიპოვეთ. ყველაფერმა კარგად ჩაიარა და სახლში ბედნიერები ვბრუნდებით. ძალიან კარგი გამოცდილება მივიღეთ. სასტუმროც კარგი იყო და თვითონ ბაკურიანშიც ბევრი გასართობი ადგილი ვიპოვეთ. ცოტა ხნის წინ მაღაზიაში ერთ ქალს შევხვდით, რომელიც იტალიურად გვესაუბრა. სახალისო იყო. აქ ძალიან სასიამოვნო დრო გავატარე, ყველა ერთმანეთს უჭერდა მხარს, სხვადასხვა ქვეყნის სპორტსმენებიც კი. თვითონ შეჯიბრი უმეტესად კარგი იყო, მაგრამ რთული. ძალიან დამეხმარა ამდენი ხალხის მხარდაჭერა, არა მარტო ჩემი, ასევე სხვა ქვეყნების გუნდებისაც. აი ასეთი კომენტარები კეთდებოდა მთელი ერთი კვირის განმავლობაში და უნდა აღინიშნოს, რომ აბსოლუტურად ყველა სპორტსმენიც, დელეგაციის წარმომადგენელიც, ყველა მთელი ევროპიდან ჩამოსული სტუმარი კმაყოფილი ტოვებს ბაკურიანს და ზოგადად საქართველოს. მათთვის ბევრი აღნიშნავდა იმას, რომ განსაკუთრებული იყო სტუმართმოყვარეობა, რომელიც მათ ნახეს საქართველოში და შეიგრძნეს ეს ყველაფერი და შესაბამისად აქცენტს აკეთებდნენ საკვირველია ოლიმპიური ფესტივალის მიმდინარეობაზეც ხაზს უსვამდნენ უკვე ოლიმპიური კომიტეტების ხელმძღვანელები, როგორც მათ ასევე დახურვის ცერემონიაზე ძალიან დიდი მადლობა გადაუხადეს მოხალისეებს, მთლიანად სტაფს, თუმცა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთეს მოხალისეებზე. დაახლოებით 800-მდე მოხალისე მუშაობდა ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში და აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ამ ბავშვებმა ძალიან დიდი სამუშაო გასწიეს და შესაბამისად აი ამ გაწეულ სამუშაოსთან ერთად ჩართულები იყვნენ სრულად აი ამ მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებაში და მათთვის თავისთავად ცხადია, ეს გარკვეულწილად ახალი გამოწვევაც იყო და შესაბამისად გამოცდილება ძალიან დიდი მიიღეს. გავიცანით ძალიან ბევრი წარმატებული სპორტსმენი, პროფესიონალი და ზოგადად ძალიან კარგი მეგობარი. ამიტომ ამ ერთ კვირას დავახასიათებდი, როგორც ძალიან კარგი ხელმძღვანელი ყავდა ასევე. ამიტომ ძალიან წარმატებული ერთი კვირა იყო. მნიშვნელოვანი ის ფაქტი იყო, რომ შეხება მქონდა ბევრ უცხოელ სპორტსმენთან და გამომეწონა ამ ხალხთან კომუნიკაცია და გაცნობა მაგათი და მიხარია რომ აქ ვარ და ჩემთვის ძალიან კაი გამოცდილება იყო და ვუსურვებ რომ ყველას ოდესღაც გამოცადოს მოხალისეობა. თავარი ერთმანეთს გავიცადეთ. მთლიანობაში კი აუცილებლად უნდა ითქვას, რომ რასაკვირველია ყველა ერთხმად მხოლოდ დადებით შეფასებას აძლევს ბაკურიანში ჩატარებულ ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალს და ეს ხდება პირველივე დღიდან ჩვენ ჩავატარეთ ოლიმპიური ფესტივალი, რომელსაც პრაქტიკულად რომლის მიმდინარეობისას პრაქტიკულად არანაირი ექსცესი და არანაირი პრობლემა არ შექმნია, ყველაფერი იყო გეგმით გაწერილი და საკმაოდ მაღალ დონეზე ჩატარებული და ბუნებრივია
საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად მაყოფილებას არ ფარავენ არც საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელები. ძალიან ბედნიერი ვარ, როდესაც ასეთ შეფასებებს ვისმენ ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტისგან. გარდა ამისა, ასეთივე შეფასებები კეთდება, რაც ყველაზე მთავარია სპორტსმენებისგან, დელეგაციის წევრებისგან, ყველა იმ სტუმრისგან, 45-ვე ქვეყნისგან, რომელიც ჩამოსული იყო საქართველოში და ჩვენ მართლაც ყველაფერი გავაკეთეთ თითოეულმა ჩვენთაგანმა და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ყველა საქართველოს მთავრობას, ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს, ჩემს უმაგრეს გუნდს, საორგანიზაციო კომიტეტს, რომელმაც არაფერი არ დაიშურა საიმისოდ, რომ ესეთი შედეგისთვის მიგვეღწია და ჩვენ ეს გავაკეთეთ და მართლა ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საქართველოს სოფლიო რუკაზე განსაკუთრებული ადგილი დაიკავა და დაიმკვიდრა ზამთრის სპორტის სახეობებში. ძალიან მაღალ დონეზე ჩავატარეთ ჩვენ, მინდა ვიუროთ ჩვენ საზოგადოებას. ჩვენ შეგვიძლია რომ მაღალ დონეზე ჩავატაროთ ღონისძიება და მინდა წარმატება უსურვო ჩვენ სპორტსმენებს. შემდგომში რა თქმა უნდა უკვე ბრაშობაში იქნება 2027 და ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება. ჩვენ ნახეთ რომ როგორი აღდგენება, როგორი გამოძახილია და 45 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღო მონაწილეობა ამ ჩვენ დიდ ღონისძიებაში და დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მიიღო მონაწილეობა ჩვენ მოხალისეებს, საორგანიზაციო კომიტეტს, მთავრობას, ოლიმპიურ კომიტეტს, ჟურნალისტებს, ვინც წვლილი შეიტანა ამ დიდ წარმატებაში. და ბოლოს მინდა გითხრათ, რომ მე მაინც ვფიქრობ, რომ ბაკურიანში აი ეს ფესტივალი, უბრალოდ ბაკურიანში, თბილისსა და ბათუმში ფესტივალი შედგა, ჩატარდა ძალიან მაღალ დონეზე და დახურვის ცერემონიის კულმინაცია იყო სწორედ დროშის გადაცემა. შემდეგ ოლიმპიურ ფესტივალს უკვე უმასპინძლებს რუმინეთი, ქალაქი ბრაშოვი და სწორედ ქალაქ ბრაშოვის მერს გადასცა მამუკა ხაბარელმა დროშა. მე აქვე ვიდრე დაგემშვიდობებით კიდევ ერთხელ ვიტყვი იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის ამ ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობა, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო გახდა ევროპაში მერვე ქვეყანა, წარმოიდგინეთ ამ ხელა კონტინენტზე მერვე ქვეყანა, რომელმაც უმასპინძლა ორივე ფესტივალს, ანუ ზაფხულის ფესტივალს და ზამთრის ფესტივალს. მოკლედ, აი ასეთი იყო ეს ერთი კვირა, ძალიან საინტერესო, ძალიან დინამიური, ძალიან მნიშვნელოვანი და მე ვფიქრობ, რომ ჩვენც მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ ამომწურავი ინფორმაცია მიგვეწოდებინა ტელეკომპანია რუსთავიორის მაყურებლისთვის ბაკურიანიდან მთელი აი ამ ერთი კვირის განმავლობაში. ასე რომ, მადლობა თქვენს და მადლობა ტელეკომპანია რუსთავიორის მაყურებელს.